მშვიდობის დღეს ნინო ქათამაძეა თავგადასავალი სტუმარი, მომღერალი, რომელმაც თავისი გამორჩეული ხმის ტემბრით და შესრულების განსხვავებული მანერით მსმენელის სიყვარული დიდი ხნის წინ დაიმსახურა. ნინო ყოველთვის იქ არის, სადაც მისი მსმენელია და ხმამაღლა თავისი აზრის დაფიქსირებას არ ერიდება არც ტყვიების ზუზულშიც. საღამომშვიდობის ნინო. საღამომშვიდობის. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა. ჩვენი ახლობლობა, ასე ვთქვათ, იწყება ძალიან ათეული წლის. კი, რაღაცა 3 ათეული წლის უკან, ხო, წინ ესე იწყება და მიხარია, რომ ესეთ მშვიდ გარემოში შევხვდით, იმიტომ რომ ძირითადი შეხვედრის ადგილი ჩვენი ყველასი არის რუსთაველის გამზირი და უკვე მეასე დღეა დგავართ რუსთაველზე და დგას ამდენი ადამიანი. რა განცდა შენთვის, როდესაც ხედავ, რომ ამდენი ადამიანი იცავს ჩვენი ქვეყნის მომავალს? რთულია სახელი დაარქვა იმ 100 დღის ისტორიას. ალბათ 100 დღე ყველაზე ღირსეული ისტორია ის 100 დღეა, ესე ვთქვათ. და ამ 100 დღის მანძილზე არ ვიცი, რაღაცა ცალკე ცხოვრება რაღაც სხვა ისტორიას გადის. სხვანაირის განსხვავებულ საქართველოა ეს. იმიტომ რომ წარმოუდგენელია, მე წინახაზე ვერ ვიდექი ხოლმე, როდესაც ის 28 ნოემბრის შემდეგ პირველი დღეები ყველაზე საშინელი თვერაც იყო. 15, 16, 17, 18 წლის გოგონები, ბიჭები, როგორი ასე ვთქვათ ცეცხლის წინ იდგნენ და რას უძლებდნენ, რა გაზის რაოდენობას ან ჭავლის რა არ ვიცი რა ამხელა ტალღას არ ვიცი და თან ეს ამის უკან არც ერთი დღე, არც ერთი წამი ამის შემდეგ ეს ახალგაზრდები საერთოდ დაიჭირეს, გამოკეტეს ციხეში და არავის არც ერთხელ აუგი არ წამოწდენია იმ ადამიანების მიმართ, ვინც სახლშია გამოკეტილი და დღის ბოლოს რაღაცა ძალიან მარტივად იხდიან ან დაბადების დღეებს, ქორწილებს, ერთმანეთის რაღაცა სახლში ისადადიან სტუმრებს, თითქოს გარეთ მათი კეთილდღეობისთვის არაფერი არ ხდება. ერთი სიტყვა არ დაცდენიათ. ეს რაღაცნაირად შინაგანად ისეთი კულტურაა, ისეთი შეგნებაა, ისეთი გააზრებულია ის, რომ მე პირველი თაობა, რომელიც მოვიდა და თქვა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი ქვეყნის, ჩემი მომავლის. დანარჩენი ჩვენს უგვახსოვს, რომ ჩვენი ახალგაზრდების იმედი გვაქვს და სინამდვილეში ის ადამიანები ძალიან ბევრი თაობამ, ბევრი რამე დააკლო ამ თავის მომავალს. და სხვათა შორის თუ გაიხსენებ, მათ შორის მეც ალბათ მithქვამს, არ ვიცი, არ შეიძლება მithქვამს, რომ სად არიან ახალგაზრდები. და ეს ახალგაზრდები გამოჩნდნენ მართლა, ეს ჩვენი შვილების თაობა, რომლებსაც მართლა წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. ნინო, აუცილებლად უნდა გკითხო. სასამართლოზე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორში, შენს მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი, სასამართლოს დაწყების წინ. მე არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ის სახე დაკარგული მოსამართლე, რომელიც არ ვიცი, არ შვება, ვერ შვება და თავის მოვალეობას ვერ ასრულებს ისე როგორც უნდა ასრულებდეს თუ რა ქვია ამ ყველაფერს არ ვიცი. თუმცა შენი ემოცია მაინტერესებს, ესეთი უსამართლობის განცდა გქონია თუ არა ცხოვრებაში აქამდე?
ეც რა თუ უკრაინაში როდესაც ჩემ თვალით მაქვს ნანახი რა უსამართლობის განცდა ამაზე არ არის ლაპარაკი ეს წარმოუდგენელია საერთოდ ამ შეგრძნებას ამიტომ გიპასუხე მაგრამ თვითონ მოსამართლიდან კერ დავიწყებდი შიგნით რა ისტორიაც არის როგორი პროცესი თვითონ როგორ მიმდინარეობს ან რა დამამცირებელია ის მოდავები თუ რაღაცა მეორე მხარე რომელიც შენ იურიდიულად გედავება ცრუმოწმები აი ფიცის დაწყებიდან პირველივე სიტყვიდან იწყება სიყალბე იწყება ტყუილი ხო მაგრამ არ ვიცი წარმოუდგენელია იქ როგორ უნდა დაიცვა თავი. არა და ეს არის ინსტიტუტი, როდესაც შენ უნდა გქონდეს ყველაზე დიდი გრძნობა, დაცულად გრძნობდე თავს. ხო, უნდა გქონდეს იმედი სასამართლოში. შედიხარ შეგნი და იცი რომ მართალი ხარ და შენ ტყუილად არავინ არ დაჩადებს. ეს ხო, ის არ არის მარტო რაღაც მოგისაჯეს ფურცელზე და გამოხვედი კარეთ. ან გადაიხადეს. წარმოიდგინეთ ის ახალგაზრდები, რომელსაც ცემენ სანამ შეიყვანეს და დაიჭერდნენ როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აბსოლუტურად შეუცვალეს ცხოვრება. საერთოდ მომავალი შეუცვალეს. ყველაფერზე უარი უნდა თქვან ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ვიღაცამ შიგნით გადაწყვიტა რომ ვიღაცის დავალი, ანუ თვითონაც კი არ გადაწყვიტა, თავისი ცოდნით კი არ გადაწყვიტა რომ მართალია თუ არ არის მართალი. სხვა უკარნახა რომ თავისი შვილის ტოლა ბავშვებს, ახალგაზრდებს ბავშვები როგორ არის ჩვენი სარკია, სინდისია ეს ბავშვები, ეს ადამიანები, ახალგაზრდები იმად ვიღაცის დავალებით საერთოდ არც კი აფასებენ. რაღაცა წარმოუდგენელი ჯოჯოხეთია. მართლა ვიცახი, აი შიგნით შეხვალ თუ არა და ჯოჯოხეთია. მაგრამ მეორე მომენტია, რომ ეს ხო თითოეული ადამიანების სინდისზე გადის, ხო? ხომ შეიძლება რომ ისინი კარგი მაგალითები იყვნენ თავისი შვილის. ამდენი მოღალატეების პარალელურად რამდენი მსხვერპლი უნდა გაიყოს ჩვენმა სამშობლომ. ანუ რაღაცა მოვლენები ხდება და ამ მოვლენებს ეწირება ზუსტად ის ახალგაზრდები, ვინც უნდა იყოს ბედნიერების მომტანი ამ ქვეყანაში, ვინც უნდა ხარობდეს თავის სამშობლოში, თავისი მშობლებისთვის, თავისი გამრავლდნენ, თავისი შვილებისთვის და ყოველთვის ეს ქვეყანა ხარკს იხდის საუკეთესო შვილებით და დანარჩენები, ვინც ესე კორუმპირებული ტვინით, გამყიდველური ტვინით, არ ვიცი რაღაცა არც კი მინდა რომ ეს სიტყვები ვთქვა, იმიტომ რომ არ მემეტება არც ერთი ადამიანები ასეთი თობისთვის, ხო? თუ მარტო შვილებით უნდა გადაიხადოს ამ ქვეყანამ ხარკი და დანარჩენებს უნდათ რომ მე ამათ ხარჯზე ცხოვრება. მოდი აღარ გადავიხადოთ მაშინ ეს ხარკი და თქვათ რომ გვინდა ცუდები რომ ვიყოთ თქვათ, რომ ჩვენ მოვედით უმრავლესობას, გვინდათ რომ ცუდები ვიყოთ რომ სხვის ჯიბეში ხელი ჩავყოთ, ქუჩაში გოგოები ვცემოთ, გვინდათ რომ ესეთები ვიყოთ და ვისაც არ უნდა რაღაცნაირად გადარჩება და გადარჩება ის დედები ამდენ გლოვას, გადარჩება და სხვა ისტორია თვითონ დაწერონ. გეთანხმები. შენი ემოციისაც კარგად მესმის, იმიტომ რომ ბოლო დღეებია ჩვენ ვუყურებთ ამ რიგი უსამართლობის, არ ვიცი რა დავარქვა, რეჟიმის ტყვეების, ამ ახალგაზრდა თაობის მართლა საქართველოს მომავლის სასამართლო პროცესებს, სადაც თეთრზე უმტკიცებენ იმას, რომ თეთრი არის შავი და მესმის შენი ძალიან კარგად, თუმცა ცოტა ხნით მაინც მინდა, რომ მოგწყვიტო ამ დღევანდელ რეალობას და დაგაბრუნო შენს ბავშვობაში. სოფელ დაგვაში გატარებული წლები, აი ყველაზე ტკბილად რა შეგიძლია რომ გაიხსენო იმ წლებიდან? ყველაზე ტკბილი ალბათ დაცულად როცა გრძნობ თავს, როცა სიყვარულია მთავარი ძალა, ირგვლივ რომ ხარ ბუნების შვილი, რომ ხარ ბავშვი რომ ყველასთან ერთად. იცი რა, გულწრფელად ვამბობ, სილაღის გარდა თავისუფლებას აძლევ რომ იყო ისეთი, ახლა ძალიან ველური ვიყავი, უცბად ალბათ ახლაც ველური ვარ. რაღაც ნაწილი, მაგრამ აი სულ განცდა მქონდა რომ იმ თიშვილი ვიყავი და იმ ზღვის და იმ ყველა სტიქის შემოდგომის თუ აი ყველა მოვლენა რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა რაღაცა ზღაპრულ გარემოში ცხოვრებას გავდა მართლა.
ჩემი ბავშვობა ყველაზე ლაღი იყო, ყველაზე რთული იყო ამავე დროს. იყო რაღაცა ისტორიები, რომელიც საერთოდ ყოფნა არ ყოფნაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მაინც ისეთი ლამაზი იყო. საოცარ ადგილას დავიბადე, საოცარი ოჯახის წევრები მყავდა, ყველა ხელოვანი, ბიძა ჩემი, მამა ჩემი, აი ყველა სიტყვას გარდა არაფერი არ მახსოვს. დღემდე თუ რამე ვიცი, თუ რამე გრძნობა თან არ გრძნობისგან არ დავცდილო, ეს არის ჩემს ბავშვობაში მიღებული ყველა შეგრძნება. ველური ვიყავიო, ველური არ ვიცი რამდენად იყავი, მაგრამ ვიცი რომ იყავი ცელქი და აი, ველურს გულისხმობ რა, ტყიდან ვერ ჩამოვყავდი, მდინარეში ჩემი თავზები მყავდა, არ ვიცი, ცხოველებთან მიყვარდა ურთიერთობა, სადღაც ჩემი სათამაშო ადგილი იყო, მდელოები, სადაც მე დავინახავდი და მომწონდა. ამას გულისხმობ და კიდევ ის რა. მაგრამ ვიცი რომ იყავი ძალიან ჯიუტი და ჩემოდანი ქონდა სულ გამზადებული. და როგორც ოჯახის წევრებზე გაბრაზდებოდი, გარბოდი ბებიასთან. ცირა, რაზე ბრაზდებოდი გულსხმობად არ მახსოვს, მაგრამ ყველა ბავშვს უნდა ქონდეს თავისი ჩემოდანი, ალბათ რა. გასაკცევად რო ექნება საქმე. მე რო კარგად დაფიქრდ, ეს ბუნებრივია. ბებია ჩემთან ყველაზე ძალიან მართლა მიყვარდა ჩვენ სახლებს შორის იყო ესეთი მანდარინის ბაღი და მე რადგან პატარა ვიყავი, ვამბობდი რომ ჩემ ბავშვობაში ჩემიცა მწვანე იყო თქო, იმიტომ რომ ამ მანდარინებს დახურული იყო, რომ როგორ თქვა 1.50 წლის ხეები იყო და აი მაშინ რომ დავდიოდი ხოლმე ამ პატარა რაღაცნაირი რიკულების მაგვარი ხეებს შორის რომ დავდიოდი, ძალიან ლამაზად მახსოვს ეს გზა. ბებია ჩემი ყველაზე გულიკო ბებო, ყველაზე ტკბილი ადამიანი სამყაროში. აი ყველაზე საოცარი ადამიანი, არ ვიცი როგორ ქონდა უნარი, რომ ყველა შვილი ესე ყვარებოდა, ასეთი გრძნობით ყოფილიყო ყველას მიმართ, არ ვიცი, ასეთი სითბო და ყველა ადამიანს, ვინც მას ერთხელ შეხება ქონია, ყველა დღემდე მოდის და მეუბნება ხოლმე, რომ როგორი ტკბილი ბებია ყავდა მართლაც. იქიდან მე წამოსვლა აღარ მინდოდა. მიყვარდა ბებია ჩემთან ძილი ხოლმე ჩაუწვევოდი და ეს არ ვიცი, ფანტასტიკური სითბო მომყვება. ალბათ ეს არის მთავარი ძალა დღეს რაც, იმიტომ რომ მე შვილი როცა საკმაოდ გვიან ასაკში დაიბადა ნიკოლოზი და რაც მის დაბადება მოიტანა, რომ ყველა გზნობა, რომელიც მივიწყებული მქონდა, იმიტომ რომ აი ბავშვური აღფრთოვანება, რაღაცა აი პატარა მოვლენას რომ მნიშვნელობები აქვს და ბავშვთან ვერ მოატყურებ, ყველაფერი გააღვიძა თავიდან, ყველაფერი აი მასთან ერთად თავიდან გავიარე მე ჩემი ბავშვობა და ძალიან ლამაზი იყო მის დაბადებაც, ამიტომ განსაკუთრებით მუსიკაში გჭირდება ბავშვობაში დარჩენა, რომ შენი თავი რომ დაივიწყო მუსიკაში, ანუ გათავისუფლდე საკუთარი თავისგან და ბოლომდე იყო ჩაძირული ამ უმნიშვნელოვანი ძალიან ღრმა გრძნობებში და გახდე და მონაწილე კი არა, შეუერთე ამ ტალღებს, რაც კონცერტი ქვია, გეხმარება ბავშვობა. იქ დარჩენი. ეგრეა ნამდვილად. ნინო, ინტერვიუში მომისმენია მამაზე ისტორიები და ვიცი რომ რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან და ნუ ხელოვანი იყო, ეხლა უფრო მჭედელი კაცი ქმნიდა რაღაცა ხელოვნების ნიმუშებს, ხო, სავარაუდოდ. დედაზე არასოდეს არ მომისმენია ისტორიები. აი, მინდა რომ გაიხსენო, თქვათ მამასთან ურთიერთობაც და დედაზეც რომ მომისმენია. დედა არის მთავარი ძალა, რეალურად, მაინც ჩემთვის. მამა უბრალოდ რადგან ჩვენი ბუნება გავდა ერთმანეთს, ფიზიკურადაც რაღაცა მისი ცისფერი თვალები, ხო? ენერგიები შიგნით ძალიან ახლოს იყო. მთელი ბავშვობა მართლა დამოუკიდებლად ცხოვრობ 16 წლიდან და როდესაც ბრუნდებოდი სახლში, დედა სულ ჩამონათვალი ჰქონდა შენიშვნების და მამასთან სულ რაღაცა ესეთი შემოქმედებითი ბუნება ჰქონდა. მას უყვარდა წერა ნოველების და სულ კითხულობდით. ანუ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ დედა ჩემი სიკეთის მთავარი ძალა იყო, იმიტომ რომ სოფელში სადაც ცხოვრობდით ჩვენ გზაჯვარედინზე, ბერძნებს
ბერძნების სოფელში ცხოვრობდით და იქ მაშინ გლახაკი დღეს რომ ათხოვარს ეძახიან სამწუხაროდ და მაშინ არ იყო ამდენი გლახაკი ხო და ჩვენ ყოველთვის ოთახი გქონდა მათთვის მე ვხედავდი როგორ დედაჩემი როგორ მიიღებდა ხოლმე ბავშვებით ვინც მოძრაობდა როგორ მოაწესრიგებდა ჩააცმევდა დააპურებდა სულ ესე იყო დედაჩემი ძალიან ბევრ პურს აცხობდა ხოლმე სახლში იმისთვის რომ მეზობლებისთვის მიეცა ან რამე საშუალებები ან დედაჩემი სულ ასოცირდებოდა ზრუნვასთან და სიკეთესთან აი არ არსებობს აი თუ კი რამე პრობლემა არსებობდა რომ დედაჩემს შეეძლო მისი გადაჭრა და რაც თავარია მახსოვს სულ წიგნთან სულ ეხლა მე როდესაც მივდივარ მაგ დიდი დავალებები ხოლმე რომ 5-6 წიგნი რაღაცა უნდა წაუღო საჩუქრად ხოლმე მას აუცილებლად და მე ყვებით ხოლმე რას წაიკითხე და კიდე და ორჯერ ხო და ძალიან საყვარელია და კეთილია ყვარლის აფლავს ვეძებდი ვერ ნახე და გულიყო ამოსტილი მართლა ძალიან რთულ პერიოდში იმ დროს, როდესაც გოგოს მარტო გარეთ არ უშვებდნენ, ხო და ეს ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით აჭარაში, განსაკუთრებით სოფელში. ეს ის პერიოდი იყო, რომ უცხო მანქანაში არ ჩაჯდე, რომ დარჩევებს რო გეონებია. ხო, უცხო მანქანაში არ ჩაჯდე, ბიჭებს არ დაელაპარაკო, ქუჩაში უსახმურად დარჩები. ამ დროს მე 6 კილომეტრი, ანუ ბუბუყათის ცენტრიდან სახლში კვირაში 3 ჯერ დავდიოდი მუსიკალურიდან, ფეხით 7 წლის მანძილზე. და ჩემი თავისუფლება მშობლების დამსახურება, იმიტომ რომ მათი დამსახურება რომ მე ვიყავი უშიშარი. იმიტომ რომ უშიშარი ვიყავი არა მარტო ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, არამედ მათი ნდობიდან გამომდინარე. ანუ ისინი რადგან მე მაძლევდნენ საშუალებას, რომ თუ მე შეცდომას დაუშვებდი, მე ეს იქნებოდა ჩემი გაკვეთილი და არა რაღაცა ცხოვრების დასასრული, ეს მაძლევდა საშუალებას, რომ უფრო მეტი ფრთხილი ყოფილიყავი, იმიტომ რომ მე გამემართლებინა მათი ნდობა. ამიტომ ეს დამოუკიდებელი ჩემი ცხოვრება 16 წლიდან უკვე რაღაცა და შემდეგ რთული იყო გულწრფელად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ბერძნების სოფელი იყო ახსენე ჩვენი სოფელიო და იცი თუ გქონდათ რაღაცა ისეთი განსხვავებული ტრადიციები, რაც შემორჩა შენს მეხსიერებას. საოცარი დროს ტარება იცოდნენ. აი საოცარი ცეკვავდნენ სირტაკს, ცეკვავდნენ 3 დღე. საოცარი კულტურა ჰქონდათ ყვავილების, ანუ სოფელში რო ჩაივლიდი, ეგრევე მიხვდებოდი რომელი სახლი იყო ბერძენის და რომელი ქართველის და ბუნებრივია, აი გრძელი ყაბაყი პირველად მათთან ვნახე, აი საოცარი და მეზობლები იყვნენ, იცით როგორი. ჯერთი ზედმეტად არ ხმაურობდნენ, არავინ არ მინახავს, მე ბერძენი დათვრა და რაღაცა საშინელებები შეიძინა. ძალიან გაწონასწორებული ხალხია. თან ჩემი სოფელი მარტო 4 დიდი სოფელი იყო, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ. ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. ოფიციალურად, სადაც რუსული სკოლა იყო სპეციალურად იმისთვის, რომ ბერძენი ბავშვები ესწავლათ. მაშინ არ იყო ესე თვითონ ქართულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ უფრო ესეთი პერიოდი იყო. და სიმღერა, ჩვენ გუნდში მღეროდი სკოლაში ერთად. და მე ასევე ამ საგუნდო რეპერტუარში იყო ასევე ბერძნული სიმღერები. და ჩემ სოფელში ის დარბაზი, რაც არის სულ ბერძნული მითოლოგიებით იყო მოხატული და ასევე ბერძნული წრეებიც იყო და მეც დავდიოდი იქა და მათთან ერთად ესე ცეკვავდი და რაც მთავარია რომ ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ სულ გახსოვს როგორ ლაპარაკობდნენ, ლამაზი ხალხი იყო ძალიან. ანესტი მურადოვი, ანესტი ბიძია 10 წელი მატარებდა სკოლაში. აი წარმოიდგინეთ, ჩემი სახლიდან ესე აღმართზე ამოდიოდა და ჩემს სახლთან აი არა მახსოვს მე რომ მე მეგრძნო რომ ხერხულობა მე როგორც უკვე დიდი გოგო ვიყავი რომ არ გამიჩერებდა მანქანას, თუმცა ჩემი მეზობელი იქვე სპეციალურად 10 წუთით გვიან მოდიოდა რომ მანქანა ბავშვები არ წაიყვანეს სკოლაში. მარტო მე კი არ ვიყავი, ჩემთან ერთად რამდენიც ეტეოდა მანქანაში, იმდენს აკრიფავდა ხოლმე გზადაგზა, იმიტომ რომ 4-5 კილომეტრი უნდა გაგვეულო ფეხით, იმიტომ რომ ავტობუსი არ ასწრებდა, აგვიანებდა ჩვენ სკოლაში უკვე გაკვეთილის დროს. ამიტომ ულამაზესი პერიოდი მახსოვს და არ მახსოვს ჩემი თავი მარტო როგორც ქართველი, მახსოვს ბერძნებთან ერთად ქართველი.
ნინო, პირველად ვინ მოგისმინა, რომ იმღერე, ანუ ვინ აღმოაჩინა ის, რომ შენ გაქვს რაღაცა გამორჩეული ნიჭი? ეს არის ბიზა ჩემის, რა თქმა უნდა, შოთიკობიძიას დამსახურება. თავიდან ბოლომდე. აი ბოლომდე როგორც კი აი მურვან მახარაძის პედაგოგის პოვნამდეც კი, იმიტომ რომ პატარაობიდანვე მასწავლიდა სიმღერებს. მასთან ერთად ეს მხარზე შემჯდარი სულ რაღაცა 3-4 წლის ვიყავი ხოლმე, რომ სახმებში უკვე მასწავლიდა სიმღერას რაღაცა ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, იმიტომ რომ მას ბევრი ქონდა ესეთი ინსტრუმენტები. სახლშიც გულწრფელად ბებია ბაბუა, შვიციმიან გიტარაზე, სუფრაზე დასხდომები, ესეთი ძველი ქართული სიმღერების ალბათ უფრო იშხლელების რეპერტუარის სიმღერა ჩვენთან ხო? მაგრამ პირველი კონცერტი რომელიც მქონდა 7 წლის ვიყავი თუ 6, აღარ მახსოვს მოკლედ რა. ეს იყო ქალაქის კულტურის სახლი, სადაც ეხლა რატომღაც დაანგრიეს და ააშენეს რაღაც არ ვიცი რა. ის იყო არაჩვეულებრივი დიდი ნამდვილი დარბაზი ქალაქის ცენტრში და იქ გამოდიოდით. აი არ ვიცი, აი ბიძა ოჯახი ახლოწრე, მაგრამ თავი აქ რა არის, იცით რომ ის კი არა რომ ვიღაცამ დაინახა ეს ჩემი ასე ვთქვათ სურვილის, სიყვარულის სიმღერის. არამედ ძალიან ბევრი წრე არსებობდა იმისა და შესაძლებლობა ჰქონდა ყველას, ვინც ამ ბავშვები მიიყვანა ამ წრე და იყო ნიშნულოვანი ყველა ადამიანის პროფესიის გადაწყვეტაში, როდესაც რაღაცა უკვე გზა გავლილი გაქვს. ხო, მასიური იყო მაშინ ეს ყველაფერი რა და თუ ვინმეს ჰქონდა რაღაც ის განსაკუთრებული ნიჭი შეეძლო რომ უკვე ეს გავლილი გზა ძალიან მნიშვნელოვანია უკვე. როცა 7 წელი მუსიკაზე დადიხარ, იცი, ხარ მუსიკოსი თუ არ ხარ მუსიკოსი, ხვდები? სხვათა შორის ისიც მაინტერესებს, აი როდესაც მუსიკალურ სკოლაში სწავლობდი, როგორ გახსენდება ზოგადად ის წლები და რამდენად ემორჩილებოდი აი კლასიკური მუსიკის ჩარჩოებს და აი თავიდანვე გქონდა ვთქვათ რაღაცა ეს იმპროვიზაციის მცდელობები, უნარი და მცდელობები. ცოტა ხანი მქონდა კარგი გოგო ვიყავი, იმიტომ რომ საოცარი პედაგოგი მყავდა მურვან მახარაძე, საოცარი მიყვარს დღემდე მთელი მისი ოჯახით, იმიტომ რომ როდესაც ზამთარი იყო და თოვლი იყო და მეკობულეთში ვერ დავდიოდი, თავის სახლში დამეტარებდა ხოლმე. თავის შვილი 4 შვილი ყავდა არჩეულებრივი ოჯახით. მადლიერი ვარ დღემდე, იმიტომ რომ რაც მან მასწავლა, არასოდეს ეს ასე ვთქვათ ეს ცოდნა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. და იოსებ ბარდანაშვილი, რომელიც იყო ჩვენი სკოლის სასწავლებლის ტექნიკუმის დირექტორი. ნუ საოცარი იყო, კი მქონდა მონაცემები მართლაც არაჩვეულებრივი, მაგრამ პერიოდი იყო ისეთი, რომ თვითონ მეც არ ვიყავი ადამიანი, რომ აი ყველაფერს არ დავაბრალო, რაც შემიძლია საკუთარ თავს დავაბრალო, ხო, ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას და ჩემთვის ახლა რადგან პერსპექტივა მე არ მქონდა ამ კლასიკურ მუსიკაში, იმიტომ რომ მაშინ სხვა რამეები ხდებოდა. ამიტომ ან უნდა ქონოდა უნარი მომეპოვებინა ფინანსები, რომლის უნარიც მე დღემდე არ გამოჩნია. თუმცა ჩემი გზა სხვა რეპეტიციებზე ყოფნა, რაღაცა ძიების ეს ფორმა, ჩემი ბიჭები უჩა 15 წლის იყო გუგუნავა, რომელიც დღეს ჩვენ დღემდე ერთად ვართ. ხო, დათუჩა ყველა რაც გზაში მე ადამიანები გავიცანი ამ ძიებასთან ერთად, დღემდე ჩემს გვერდით არის. რთული იყო, იმიტომ რომ გოგო თანამედროვე მუსიკაში თან რა წინააღმდეგობებიც ჰქონდა, თან როგორ მევცეკვავდი, როგორ ვღეროდი სცენაზე, როგორ გამოვიყურებოდი, რა სიმღერას ვღეროდი, როკი მაგალითად არ შეიძლება და გოგოსთვის და რა წინააღმდეგობდი, რა ტექსტებით, მაშინ არ იყო სოციალური ქსელი, მაგრამ პირადად გეუბნებოდი. ხანსულიკო წერეთელი ამოვაყირავე და ხო, ნუ მიმღებლობა
ესეთი იყო მაშინ ხახსოვს მეც ხო მაგრამ ამას კრიტიკა ნამდვილად ხო მაგრამ ამას როდესაც შენ გეხება უშუალოდ ამას ეს ფილოსოფიურად ვერ განიხილავ ხდები რომ იცი რა ეს მიღება იმიტომ რომ გეხება მაგრამ როდესაც პირველად ვნახე რომ სულიკოს მღეროდა 2000 სრულიად ახალგაზრდა ადამიანი შენთან ერთად მივხვდი რომ ეს სწორი გზა იყო დადგა უმაღლესი ჩაბარების დრო პერიოდი და მაინტერესებს თქვათ იყო თუ არა ეს უპირობო არჩევანი მუსიკა თუ იყო რაღაცა ვარიანტები რომ შეიძლებოდა რაღაცა სხვა მიმართულებით არა უპირობოდ მუსიკა იყო იმიტომ რომ როდესაც პირველ წელს მე როდესაც სკოლა დავამთავრე პირველ წელს მე ვერ ჩავაბარე იმიტომ რომ არ ვიყავი მზად ეს კლასიკური მუსიკა სხვა რამეა აბსოლუტურად და ვერ ჩავაბარე არამედ არ იმიტომ რომ ასაკითაც პატარა ვიყავი და მე მჭირდებოდა მომზადება და უპირობოდ მუსიკა და დღემდე უპირობოდ მუსიკა ხო არის რომ პარალელურად რაღაცა საქმიანობენ რაღაც ბიზნესი აქვთ იყენებენ თავის შესაძლებლობებს მე ვერ წარმომიდგენია მუსიკის რა უნდა გავაკეთო აი მართლა ვერ წარმომიდგენია მაქსიმუმ სამზარეულოში ოჯახისთვის რამე რომ ვიფუსფუსო შენ ყოველ ღამე ვწოდი ასფალტის და მე ოთახის პარტობს მიაშტერდები Get stils pardebis pantom შეაცევს სულს და იცი ამ დროს რომ გარედან ჩვენს არცის არცთო ხოთ ხანდახან კელიდან ჯერზე მანქანის წვანი შუქი აილის იმავე პანჯრიდან უკან რომ გავადა ჩამფრას დაილის არც ერთი დახარჯული ენერგია არ მემეტება მუსიკის გარდა არაფრისთვის. აი არც ერთ, აი ზედმეტადაც არ შევალ, ანუ არავის არაფერს არ ვაკეთებ ზედმეტად, თუ მე ხვალ კონცერტი მაქვს წინა დღეს, მე რაც სულ აფეთქდებოდეს სახში ყველაფერი მე ვზივარ და ვისვენებ, იმიტომ რომ ხვალ მე ეს ენერგია მუსიკისთვის მჭირდება. აი არაფერი არ არსებობს ჩემთვის მუსიკის იქეთ ჯერჯერობით. 1-2 წელია ესე და მე ვნახე. ქუჩაში ერთხელ ნაცნობმა ქარმა მე მომიტანა სურნელი თმების ისიო შენი ასე ნაცნობი და მრავალფერი ძალიან მაინტერესებს როგორ შეიქმნა ჯგუფი Inside. ჯგუფი და აქვე გკითხავ, აი ჯგუფი Inside-თან ერთად პირველი კონცერტი. აი ეს მინდა რომ გაიხსენო და აი ეს რაღაცა ოვაციები რაც იყო, იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში Inside იყო ძალიან პოპულარული. აი იმ პერიოდში, წლებში, როდესაც ნუ არ იყო ესეთი ბევრი ჯგუფი, ხო? და ძალიან საინტერესო მუსიკას უკრავდნენ. ნამდვილად. ძალიან საინტერესო ჟღერადობა ჰქონდათ ჯგუფში, იმიტომ რომ ბევრი შემადგენლობით, სხვადასხვა შემადგენლობით იყო ნონა იყო, რომელიც უკრავდა ჩელოზე, ვაჟე ტუღუშიც იყო, რომლის რეპერტუარსაც უკრავდნენ, არის ჩვეულებრივი ჯგუფი იყო. ერთ დღესაც ერთად კი არ შევიკრიბეთ, ანუ როდესაც გოჩა არის მხატვარი და გია ჭელიძეც არის, უნდა მაგათ ჰქონდათ სახელოსნო, სადაც მე როგორც მეგობარი მუსიკოსი მივდიოდი და იქვე რაღაცას უკრავდით, იქვე რაღაც იბადებოდა. ასე იყო და თვითონ იების ინტერპრეტაცია იები სხვათა შორის ოსო მორჩილაძის იები ვისწავლე მაია კაჭკაჭიშვილისგან და ნატოსგან მათთან ვიყავი სახლში და ისინი უკრავდნენ მე ჩემი ინტერპრეტაციის ფორმა რაღაც დამატებითი ფორმებით მე მიეცეთ რომ მასწავლის მათ მე ასე ცალკე არსად არ მქონდა მოსმენილი და ამ პარალელურად რატო ყვები რომ
დიმა პატარაია, რომელიც ასევე მაშინ ბათუმში ცხოვრობდა, გემახსოვრება შენ ფექტორ G იყო, აი დიმას დამსახურება იყო, რომ არაჩვეულებრივი კახუჩელა, ლევან ჩხარტიშვილი, მიხა პატარაია, ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი, რომ შეიკრა ეს დიმას და აი დიმა დაგვეხმარა სულიკოს ასეთი ფორმით გაკეთებაში, იმიტომ რომ უნიჭიერესია, ძალიან კარგი მუსიკოსია და აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად ხო იცი აი უსაქმურად რო აკეთებ რა და შემდეგ უბრალოდ სადღაც ერთად როდესაც გადავიკვეთებოდით მის კონცერტზე მეც და ის მეც აღმოჩნდა რომ შემდეგ ასე შედგა ურთიერთობა ჩვენი ისაიდან ერთად და პირველი მთავარი გასტროლი იყო 99-99 წელი, როდესაც ლადო ბურდულმა გააკეთა დიდი ფესტივალი, სადაც სხვა ჯგუფებიც იყვნენ ჩამოსულები. მაშინ MTV იყო, MTV-ც იღებდა და მაშინ შევასრულეთ რამოდენიმე სიმღერა იმ სპორტის სასახლეში და ესე ვთქვათ, ფართო მასშტაბიანი მსმენელის თან გაცნობა მოხდა მაშინ. აი შემდეგ ინტერვიუები MTV-სთან იცი რა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი საერთოდ არ იყო მიზანი რომ რაღაცა დარჩენილიყავი და რაღაცა სცენები დამეპყრო ან რაღაცა სამსახური მეპოვნა ან არც კი ვიცოდი ამის შესახებ უბრალოდ ვიცოდი რომ იქ სადაც მე ვცხოვრობდი ეს ვიწრო იყო ცოტა პატარა იყო ის ადგილი ბათუმის მუსიკისთვის და უბრალოდ ვიცოდი რომ აქ უნდა დარჩენილიყავი როგორ ანაირად ვისთან როგორ უნდა მეცხოვრა სად იყო ჩემი საცხოვრებელი ადგილი ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ლალიკო კვასალია შველოდა რა დიდი ხანი ჩემ მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ადამიანების ასე ვთქვათ დავიწყება იმისთვის, რომ სულ მათთან ერთად, მათ შვილიკოებთან ერთად ცხოვრობდით, იმიტომ რომ დასარჩენი არსად არ გქონდა. და დიდი რთული გზა იყო იმისთვის, რომ გეპოვნა მუსიკა, თან სარეპეტიციოდ ვერც არც რეპეტიციის საშუალება იყო. ანუ იმდენი რაღაცა უნდა დაგელაგებინა, გამოგესწორებინა იმისთვის, რომ გამართული საკონცერტო მოღვაწეობა ქონოდა ძალიან რთული იყო და ესე ასე მოხდა 2003 წლამდე დიდი დრო არ არის მაგრამ აი 2000 წელს ვიყავით მაგალითად ინგლისში გასტროლებზე ოღონდ აკუსტიკური ჟღერადობით მე გოჩა და გია 2002 წელში უკვე ვიყავით ვენაში ასე ვთქვათ საქართველოს დღეებზე და 2003-ში უკვე იყო სამეფო უბნის თეატრის კონცერტი და ის შემდეგ მოხდა მაგრამ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი თავი გახსოვს ენთუზიაზმი ის სურვილების უზარმაზარი არ ვიცი ზღვა რომელიც არ გაძლევს საშუალებას და თვითონ გატარებს თვითონ მიდიხარ ფეხით მიდიხარ ტელევიზიაში რომ ილაპარაკოს არეკლამას ფეხით მიდიხარ სამეფო უბნის თეატრში როგორ მახსოვს არაჩვეულებრივი ხალხი რომელიც უფულოდ გენდობოდა რომ დარბაზი მოეცათ როგორ მახსოვს მაგალითად სანდრო ჩემი მეგობარი ვინც გადაიღო ეს კონცერტი, როგორ ვეჭდავდით A4-ზე რეკლამას და მამუკა ბერიკას ხმა, რომელიც გაზაფხულის მოსვლას გილოცავდა. შაშანწი გავიმეორეთ ეს კონცერტი 20 წლის შემდეგ 2003 წელს ზუსტად სამეფო უბნის თეატრში ზუსტად იგივე დღეებში. ანუ ბევრი რამე მოხდა რომ დავიწყო მოყოლა ალბათ თავბრუც დამეხვევა ამ თარიღებში რა კონცერტებში და იმ გამოწვევებში რასაც პირდაპირ მიდიხარ იმიტომ რომ პირველად მახსოვს როდესაც თქვი რომ მოდი გავაკეთოთ ორკესტრთან ერთად კონცერტი წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა მაგრამ ვიცოდი რომ მინდოდა ორკესტრთან ერთად გამეკეთებინა კონცერტი და მე დავიწყე ძიება რეპერტუარის პარტიტურების წერის მაშინ ზვიადი ბოლქვაძესთან ერთად შესაძლებელი
შესაძლებელი იყო რომ გაგვეკეთებინა და ბევრი რამე დირიჟორების ორკესტრის და აი ამ გზაში ამ ფერხულში ისე ხარ ჩამული რომ ვინმეს რომ მოუყვე თუ რა გაქვს უკან და რისთვის მიდიხარ წინ და რისთვის ხარ მზად შეიძლება არავინ არ დაგიჯეროს მაგრამ სურვილი იმდანაც დიდი იყო რომ მუსიკა ყოფილიყო მთავარი მოქმედი პირი ამ მოგზაურობაში ამ ასე ვთქვათ ძიების პროცესში თუ როგორც არის ამ ცხოვრებაში ამ ყველაზე დიდი სინათლე არის მუსიკა გამოდის და ამიტომ ყველაზე დიდი ძალა ეს მე მიყვარს რაც არის არა მე მინდა არამედ მე მიყვარს მესმის იების ჩუქჩული წყდარი დასვება ჩემი გული ნავი ეძახი გამიღებული სანავდის მეყვარები რაღაცნაირად ეს იები მგონია რომ იყო ერთ-ერთი სიმღერა რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა იმიტომ რომ აი ადამიანები რო გააჩერო ქუჩაში მგონია რომ მაინც აი ნინო ქათამაძესთან ასოცირდება ეს შესრულებული იები არაჩვეულებრივი სიმღერა. არაჩვეულებრივი სიმღერა და თვითონ ეს ვიმღერეთ პირველად ბათუმის კინოფესტივალზე, სადაც იყო გაკეთებული სიმებიანი კვარტეტისთვის, გიტარა და სიმებიანი კვარტეტი და ძალიან ლამაზი იყო. ეს უჩვეულო ჟღერადობაც იყო, უჩვეულოთაც სამღერი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მე მაინც თამამად ვუდგები მუსიკას და არა ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცა ცალკეს საქორწილო რეპერტუარს აკეთებს, ცალკეს საკლუბო რეპერტუარს. არ ვწდები ამ ჩემ პირდაპირ საკონცერტო მოღვაწეობას. მართლა არ გამომდის, თორე რატომაც არა, ხო, მაგრამ არ გამომდის. მაინც ვცდილობ, რომ ისეთი ესე ვთქვათ თან გამბედავ ექსპერიმენტებსაც არ ვაკეთებ. ამის დროს იქნება მე აუცილებლად. მაგრამ ეს იებიც მაინც განსხვავებულია, სხვანაირია. თვითონ რა კულმინაციაც აქვს, რა ტექსტიც აქვს, ძალიან ლამაზია. რუსას ძალიან ლამაზი სიმღერები აქვს, ხო? ხო და მადლიერი ვარ მის მართლა ძალიან, იმიტომ რომ რაღაცა შენი ცხოვრების ნაწილი ხდება, ზოგჯერ გავიწყდება, რომ საერთოდ სხვა ადამიანისთან ცხოვრობდა ეს სიმღერა, ხო? და იმდენჯერ მაქვს ნამღერი ვიღაცის სახლთან, როგორც აი იმდენჯერ გადაურჩენია ეს ამ სიმღერას შეყვარებულები, იმდენი ისტორია მაქვს მოსმენილი ამ სიმღერასთან, მართლა ვიძახი, რამდენჯერ მოსმენილი მაქვს უცხო ქვეყანაში უცხოელების ქართულად ნამღერი. მოკლედ შეუძლია ერთ სიმღერას სასწაულები მოახდინოს და ჩემი ცხოვრების საყვარლესი სიმღერა და ეხლა თან მოდის მაგის დრო რომ იები გაიღვიძა უკვე იები ნინო, შეიძლება ვიღაცებს მოეჩვენოთ, რომ ეს ძალიან გადაღეჭილი თემა, თუმცა იცი რა შენ არ ყოფილხარ ერთი ადამიანი, ვინც 2008 წლის მერე ვთქვათ ჩავიდა რუსეთში და კონცერტი ჰქონდა. სხვაებიც ძალიან აქტიურად ჩადიოდნენ, თუმცა იყო 20 ივნისი, როდესაც შენ თქვი, რომ შენ რუსეთში აღარ ჩახვიდოდი და კონცერტს აღარ მისცემდი. თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამ თემაზე მაინც გაუთავებლად საუბრობს, აი რა უხებდი ამ ადამიანს. იცი რა, ჯერ ერთი რუსეთში ჩემი ყოფნა, იძულებითი ყოფნა, ყველა ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი ვართ ეს პირობებში. გარდა მაგისა, მე დავიბადე იმ დროს, როდესაც მე არჩევანი არ მქონდა. დღევანდელი ბრძოლაც განსაკუთრებულია იმისთვის, რომ თუ კი ესაზღვრები ჩაიკეტება ზუსტად იგივე არჩევანის წინაშე დარჩება ის ადამიანები. ჩემ შემთხვევაში მე არასდროს არ ვაკეთებ აქცენტს და თავის გამართლების რეჟიმში არა ვარ, თუმცა იქ რა შესაძლებლობებიც მქონდა და რა შესაძლებლობების ფარგლებში მიწევდა მოღვაწეობა, იქ არც ერთი სიტყვა არ ყოფილა
არაქართული. წარმოგიდგენიათ, როგორი იყო 90-იანი წლები, 2000 წლები, 2003 წელი, 2004 წელი, რამდენი რიგები საელჩოებთან, ვის შეეძლო გასვლა ქვეყნიდან, ან ვის არ შეეძლო. ზუსტად იგივე კორუმპირებული სიტუაცია იყო და მინისტრების შვილები მიდიოდნენ და რაღაცა ისეთი ადამიანების შვილებს ჰქონდათ საქვეყნიდან გაღწევის საშუალება, რომ თავისი მაგალითად მომავალი არ დაეკავშირებინათ იმ ქვეყანასთან, ვისაც ემსახურებოდა მათი მშობლები, ჩვენ ამის მსხვერპლი აღმოჩნდით, იმიტომ რომ რა კარიერაზე შეიძლება და არტის ეოცნება, მე ისეთი კარიერა მქონდა დიდი დარბაზები, საუკეთესო ეთერები, თუმცა ყოველთვის ჩართული იყო ფილტრი, იმიტომ რომ არ ყოფილიყავი მე ასოცირებული არც რუსულ ესტრადასთან, არც რუსულ სახელმწიფოსთან. ჩვენ რომ ცოტა ხანი გვეცხოვრა რუსეთში, 10-ჯერ მეტი შემოსავლის წყარო იქნებოდა, იმიტომ რომ საქართველოდან რომ მივდიოდით, ნახევრდებოდა ჩვენი ჰონორარი, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ საქართველოდან მივდიოდით და ეს დიდი ხარჯი იყო. თუმცა ეს იყო შეგნებული ნაბიჯი, რომ საქართველო დაწერილიყო აფიშასთან. იყო საშუალება რომ გველაპარაკა იმ პრობლემებზე, იმ 2008 წელს, როდესაც ყველა პროპაგანდისტული ტელევიზია საერთოდ სხვა რამეს ლაპარაკობდა და იყო საშუალება ამის ლაპარაკის მეგობრებთან, უცხოებთან, კონცერტიდან, სცენიდან და ჩვენ ვიყავით თანამედროვე საქართველოდან და ვიყავით იზოლებით იქ, მაგრამ ვაკეთებდით იმას, რისი გაკეთების საშუალებაც და ვინების ვიყავით. ამიტომ ვერასოდეს ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ რაღაცა გამართლებები დავიწყო ჩემი ამ პერიოდის, თუმცა მთელი ჩემი ცხოვრება, რაც ახალგაზრდელი ენერგია, რაშიც იყო მთელი გულით და სულით ამ მუსიკაში, ასე ვთქვათ, ჩადებული, ხო, მე ის დახურე, ჩვენ ის დახურეთ და საერთოდ თაროზეც კი არ ვიცი, სადღაც შეიძლება ტალღებსაც კი გავატანეთ, ხო? ეს ურთულესი გადაწყვეტილება, როდესაც ზუსტად იცი, რომ მოდიხარ ისევე პროპაგანდისტულ ქვეყანაში, როდესაც შენ სამშობლოში შეიძლება ერთი კონცერტით არ გქონდეს და დღეს ზუსტად ასე ხდება, რომ 2019 წლიდან უფრო გართულდა ჩემი სცენა, აქ საქართველოს სცენაზე მოღვაწეობა, საერთოდ ყველა გამოწვევებზე, ყველა ასე ვთქვათ, კომფორტზე, როდესაც ჩვენ უარს ამბობ და კიდევ იქ ჩადგე თავის მართლების რეჟიმში ძალიან უხერხულია. დღეს მე არც ნახევარ დედამიწის მესამედზე მე საკონცერტო მოღვაწეობაზე თქვი უარი. ეს არ არის მარტო კონცერტზე უარი ის თქმა, მე თქვი ყველა შეგნებულად თქვი ისეთ ქვეყნებზე უარი, სადაც ყველგან მელოდებოდნენ და ძალიან დიდი სიხარულითაც ეს არ არის ჩემი მარტო ისტორია არ არის, ჩემი ჯგუფის წევრების ისტორიაც არის, ისინი ახლა არ ჩანან ერთ-ერთთან, თორე ყველას გაურთულდა ცხოვრება და არავის არ აყვედრის პირიქით ჩვენი შვილებისთვის გვინდა და ყოფილიყავით საუკეთესო მაგალითები, ასე ვთქვათ, მინდასა და მიყვარს შორის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყოველთვის ვდგავართ იქ, სადაც გვიყვარს და გვინდა ცხოვრება და არ ვცვლით ჩვენს მუსიკას არანაირ ეკონომიურ კეთილდღეობაზე, ის ეკუთვნის ქართული სიტყვა ეკუთვნის ქართულ სამყაროს. შენი უკრაინის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და აუცილებლად უნდა კითხო შეს ფონზეც, რომლითაც ეხმარებოდი უკრაინულ ბავშვებს, ეს ერთი და უნდა გავიხსენო არაჩვეულებრივი კონცერტი ნიკოლოსთან ერთად. აი გარეთ როდესაც ხო, ტყუების ზურნი ისმოდა და თქვენ გქონდათ მეტროში კონცერტი. და რო შემოხვედი მითხარი, აქვე დავამატებ, რომ აი ეს პროტესტის ნიშნად მაცვიაო, ვიდრე უკრაინაში ეს ყველაფერი არ დასრულდა. ეს შევძინე ნეპროპეტროვსკში რამდენიმე ხნის უკან და ეს ისეთი ამბავია, პირადი. ხო, აი, წარმოიდგინეთ კიდევ რომ თქვა გაგრძელება, ხო, რაღაცა ამ 20 ივნისის შემდეგ, 20 ივნისი 19 და სულ რაღაც 3 წელში რაღაცა საშინელი ამბავია ის ომი რაც ხდება, განსაკუთრებით ყოველთვის ვამბობ ხოლმე, იცით, თეთია ჟურნალისტებს ყოველთვის ვეუბნებ, რომ ერთია, როდესაც ჩვენ კითხვას სვავ, როგორც კითხვას და გინდა რომ განცდებით
ანუ ემოციური, როდესაც უკრაინის თემა, იქ ყოველთვის ემოცია, მაგრამ სხვა რამეა, საერთოდ როდესაც ჩვენ ფიზიკურად ნანახი გაქვს, ყველა ესა საბრძოლო ველი ნანახი გაქვს, ჰოსპიტალები, ნახავს ბავშვთა სახლები, ეს რაღაცა არ ვიცი, თან ამ ბავშვთა სახლის კედლებზე ნატყვი არის, კედლები, ის სიჩუმე, რომელიც ბავშვების რომ მოლოდინი არ აქვთ, მომავალი არ არიციან, მათი მშობლები სად ომობენ, სად ბრძოლობენ, ხო? როდესაც ნანახი გვაქვს, აი, როგორ ამზადებენ პროთეზებს თავისი, ასე ვთქვათ, ამონში სასტიკ დღეში ჩავარდნილი ადამიანებისთვის, ხო, კლინიკები, სარეაბილიტაციო ცენტრი, კანტოზიები, აი, თან ისეთ ამბებს გიყვებიან, რომ ამას ეთერშიც ვერ მოყვები, მართლა ვერ მოყვები ამას ეთერში, რა, იმიტომ რომ კითხვა სვამ, რომ რატო ესე ცუდ მდგომარეობაში საიდან, ნუ ისეთ რაღაცას გიყვება, რომ აი გუშინ, აი ვერ მოგიყვები. ისეთი რთული ამბებია რა, არ ვიცი რა, რამდენადაც უნდა ზოგჯერ მგონია რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს იმისთვის რომ ზუსტად ის საკონცენტრაციო ბალდაკების შავ-თეთრი კადრები როა ზუსტად ის კადრებია იქ სხვა ნუ რაც ვიცით იგივე ბუჩა მე მგონი იმ სისასტიკის დასანახად საკმარისია ხა კიდევ აი ბუჩაში სხვათა შორის როდესაც მშობლების დაკრძალვა უნდათ როგორ არის აი მინებს ადებენ ხოლმე ანუ მშობლების გარდაცვლილიც კი უკვე ტრაგედია რო ის იმასაც კი ვერ მარხავ რომ იცოდე შენი მშობლის თუ შვილის თუ საფლავის სად არის რაღაცა სასტიკი კატასტროფა ხდება და ამას მე არ ვიგონებ ეს ასია ასე ხდება და ჩემი რეაქციებით შესაბამისია და ამის გვერდით აულა, როდესაც მე ჩვენ პირველი კონცერტი ქონდა 2006 წელს და როდესაც არ ვიცი, მართლა უკრაინაში რო ჩავდივარ, პირადად ჩემს მე შემიძლია ჩემი ისტორია ვთქვა, რომ არ ვიცი რასი, აი საიდან იწყება, ან როგორ აქვს ამ ხელა სიყვარულის უნარი, ან ამ ხელა მადლიერების უნარი, ან როგორ შეუძლიათ ასე უყვარდეთ საერთოდ ადამიანი, უცხო ადამიანი, მე ხო ერთადერთი სიმღერას, ქართულ ენაზე ვასრულებ სიმღერას, ხო ან როგორ ესმით, როგორ თარგმნიან, როგორ შემოდიან ამ, როგორ უყვართ შენი ქვეყანა შენს გამო. როდესაც ქუჩაში ვამბობ, რომ სლავა უკრაინა, ისინი გეროემ სლავას კი არ იძახიან. სლავა საქართველო. ხო აი ყველაფერში შენი თანაზიარი არიან ყველა მადლიერების არ ვიცი რა გზნობა აქვთ და აქაც რომ ადამიანები უკრაინელები რომლებიც აქ შემორჩნენ აუცილებლად მინდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი იყო რომელიც ჩამოვიდა და როდესაც რუსების ემიგრაცია მოხდა საქართველოში თუ როგორ ქვია მაგას არ ვიცი იმ კანონის შემდეგ როდესაც გამოიქცნენ მოკლედ რუსეთიდან ბევრმა დატოვა საქართველო. ბევრიც წავიდა მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენების გამო. და დარჩენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც წასასვლელი არ აქვს უკან, ვისაც შეეძლო რომ სახლში დაბრუნებულიყო, თუნდაც იგივე იმ ქალაქებში, სადაც იმ ბომბება ყველა დაბრუნდა აბსოლუტურად, როგორც კი გამოიკვეთა, რომელი ქალაქი უფრო დაცულია, სად შეიძლება უფრო ცხოვრება, ყველა დაბრუნდა აბსოლუტურად. მე ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენი ფონდიდან გამომდინარე. ეხლაც არის ეს ფონდი? ნინო ქათამაძის ფონდი სექტემბრიდან რუსული კანონის გამო ჩვენ ვეღარ მოღვაწეობთ. იმიტომ რომ თან გვეხმარებოდა ღია საზოგადოება არჩეულებრივი ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია, რომელმაც მოგვცა ადგილი, სადაც ჩვენ კვირაში სამჯერ ვღებულობდით 5 წლიდან 17 წლის ასაკამდე ბავშვებს და მათთან მუშაობდით როგორც მოტორიკაზე, ფსიქოლოგიურად, ხატავდით არ ვიცი, მუსიკას ვსწავლობდით, ინგლისურს ვსწავლობდით, ქართულს ვსწავლობდით. ნუ აი საოცრებებს აკეთებდნენ მართლა, იმიტომ რომ ვთქვათ, რა იყო პირველი დღეები მხოლოდ ტანკებს, მხოლოდ შავფერებს ხატავდნენ, ესეთ ხაზებს და შემდეგ ყვავილებით გამოფენა ჰქონდა და არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა. ყავდა ბავშვები, რომლებიც ვერ საუბრობდნენ, ყავდა და ბევრი რამე
დახმარებები იყო საჭირო და ძირითადად ჩემი რესურსები იყო, მაგრამ აქაც თვითონ უკრაინელები ყველაფერს აკეთებდნენ, აქ რო ჩამოდიოდნენ, ხან რა აუქციონს აკეთებდნენ, ხან რას რო ბევრი ვინმეც გვეხმარებოდა. 1000-ზე მეტ ბავშვს და მათ მშობლებს გაუწიეთ დახმარება და მხარდაჭერა, ასე რომ მე მინდა რომ ვისურვო, რომ მალე დასრულდეს უკრაინაში ომი, ოღონდ რა თქმა უნდა უკრაინის ჩვენ 3 წლის განმავლობაში ნიკოლოს კონცერტზე მკითხეთ და ეს პირველი კონცერტი იყო, როდესაც 22 წლის ივნისის დასაწყისში სოფო ჭყონიასთან ერთად ვიყავი, სოფოს ორგანიზებული იყო ეს კონცერტი, რთული კონცერტი იყო ძალიან, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თან ის ცენტრალური ადგილია მეტრო თავისუფლება სადაც არის და იმიტომ რომ ცენტრია და იქ საერთოდ მეტროების გაჩერება არ შეიძლება, ანუ აკრძალულია. და უნდა გენახოთ რომ მეტროები, როდესაც მეტროს გასვლის დრო იყო, გავლის დრო, როგორ ნელა მიდიოდნენ, რომ მუსიკისთვის ხელი შეეშალა და იქიდან როგორი სიყვარულით გიყურებდნენ ადამიანები. ან როგორი სანახავი იყო ეს ყველაფერი, როცა თავისუფლების გაჩერებაზე ვერ ჩამოდიოდნენ თავის ქვეყანაში ადამიანები. ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ნიკა არის საოცარი, ჩემი ნიკა რაჭველი. ჩვენ ვიყავით 15 დათვალა ნიკა მობილოს ამ 3 წლის მანძილზე და სულ გვაქვს ხოლმე წინა მაისშიც ქონდა ტური, სადაც აი კიევში კონცერტი ქონდა, ლვოვში კონცერტი ქონდა. მე ოქტომბერში ვიყავით, ახლა ოდესის ოპერის თეატრში ქონდა, დნეპრის ოპერის თეატრში. დნეპრში როდესაც გამოვედით ქართულ რესტორანში და გვინდა და ოქტომბერი ისეთი პერიოდი თბილი იყო. გვეუბნებოდნენ, რომ იცით რა გარეთ ნუ დასხდებით, მაინც დრონები დავლა დაფრინავენ და ახლა ამ ყველაფერში როგორ გინდა რომ ხო მაინც და ყველაზე რთული რა არის იცით რომ როდესაც განგაში სირენა ირთვება ეს 1700 კაცი ჩადის თავშესაფარში ანუ წარმოდგენა ქონდეთ ადამიანებს დარბაზში ყიდიან ზუსტად იმდან ბილეთს რამდენი თავშესაფარში მოხვედრის საშუალებაც ხო თავდაცვის საშუალება არის ასე რომ ამაზე ფიქრი რომ დაიწყო შეიძლება ნაბიჯებიც არ გადადგა. უბრალოდ თუ გაყვები შენ სიყვარულს და შენ სიყვარულს ამ ადამიანების მიმართ და ზუსტად იცირისთვის მიდიხარ, ანუ არა გონებით, არამედ გუნდით, ხო? ყველაფერს გადალახავ ადამიანს და ამიტომ ჯერამე ჩვენი რუსთაველის ქუჩის. ბოლოსკენ უნდა გკითხო ნიკოლოსზე, აუცილებლად. შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ხო? როგორი ბიჭია? ჩემი ქმარიც არის. არა, შენი ქმარიც მაცა, რაღაცნაირად არასოდეს არ საუბრობ მეუღლეზე. ხო. როგორი ბიჭია ნიკოლოზი და ნინო იცი, აი შენი დაკავებულობიდან გამომდინარე, ეს მუდმივი გასტროლი, რაღაცა წასული ხარ ხო? წასული იყავით ძირითადად. როგორ ახერხებდი, რომ ყოფილიყავი მზრუნველი დედა და თვითონ ნიკოლოს თუ ქონდა თქვა შენი უკმარისობა, თუ თქვა დათოუსებდა იცი რა, კი ქონდა უკმარისობა, მართლა ქონდა, მეც მქონდა, იმიტომ რომ ნიკოლოს ძიზა ყავდა 9 წლამდე, წარმოიდგინე და მე ერთხელაც რომ აღმოჩნდით რაღაც პირისპირ მივხვდი რომ აი მონატრების შეგრძნება იმდენი ხანი იყო რომ 1-2 წელი კიდე გამყვა ის დანაკლისი რაც მე იმიტომ რომ წარმოიდგინე რომ ყოველთვის ნიკოლოზის დაბადების დღეზე ვარ უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ხოლმე წინა დღით აქვს დაბადების დღე და წარმოიდგინე არასდროს დაბადების დღეზე არ ვარ მასთან ერთად 1 წლის რო გახდა სცენაზე ვიდექი და სულ ეს პირველად რო გაიარა მე ვერ ვნახე და იმდენი რაღაცა შეგრძნებები გამოტოვა ხო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრინციპში დედისთვის ხო და კარგი შვილია მართლა არ ვიცი მე ვცდილობ რომ კარგი მაგალითი ვიყო მისთვის რამდენად გამომდის ახლა მას დაეტყობა ალბათ ცხოვრების მანძილზე მაგრამ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით რომ ჩემს დროს მაგალითად არ შეეძლო უხერხული იყო საკუთარ შვილზე რაღაც ის ლაპარაკი რომ კარგია ხო ამ ლაპარაკი ხო მე მიმაჩნია რომ აუცილებლად უნდა შეაქოს შვილი რომ ჩემი შვილი სულ შრომობს თვითონ იღვიძებს დილით რომ მოდის თვითონ იმზადებს საკვებს თვითონ უვლის საკუთარ თავს თვითონ
აორგანიზებს თავის ცხოვრებას, ვარჯიშზე დადის თუ სადაც დადის, ნუ რა გრაფიკიც აქვს. ამიტომ ფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბიჭი. მუსიკასთან მეგობრობს? მეგობრობს, დრამს სწავლობს, თავის მასწავლებელი ყავს. ესეთი მძიმე მუსიკის ასაკშია, ენერგია, თუმცა რო ვეუბნები დედა რა ამბავია ეს მძიმე მუსიკა თუ რა მეც მომწონს, რა თქმა უნდა. მაგრამ კირილეისონიდან დაწყებული კელნის ჯარეტის კელნის კონცერტამდე ყველაფერი მაქვს დედა და რას მერჩი. ანუ საყვარელია მუსიკოსი, ჩემთან ერთად პერკუსიაზე ჩვენმა დათ ჯაფარიძე მასწავლა დაკვრა, ნუ ისეთი რომ ასე ვთქვათ თანხლება გაუწიოს კონცერტს ეს პროფესიონალი არ არის. არ შეიძლება ასე თქვა და სცენაზეც არის გაუძლო ჩემი სამეფოუბნის სამი კონცერტი დაუკრა ზედიზედ და თქვა რომ ძალიან დავიხალე მაშინ 14 წლის იყო. ხო, თუმცა მუსიკის მიმართულებით არ აპირებს ალბათ. მე ექიმობა უნდა. ანუ მამის გზას გაყვება. ალბათ რთული გზა სადაც სწავლობს იქ პროგრამით პრაქტიკულად ინგლისურად, ბიოლოგია ძალიან რთულია, გერმანული ძალიან რთულია. ნახოთ რა ყოველ შემთხვევაში ეს მისი არჩევანია მართლა მე ხო იცი დედა ვეუბნები მუსიკოსი ან ვერ წარმომიდგენია რა ასეთი ამასაკში ასეთი რთული გადაწყვეტილება როგორ მიიღო თან ეს მისი გადაწყვეტილება თქვი ეგება და არ გინდა არა დედა მინდა ხო იმიტომ რომ როდესაც უყურებს ამ რაღაცა ოპერაციებს ან რაღაცა ესეებს წერს ან რაღაცა მართლა ჯერთულია ამ პროცესში და მე კიდე ხა ისეთი ეგეთ რაღაცებს ვერ უყურებ ხოლმე და რა ნახოთ რა გზა არის ეს ცხოვრების გზა ყოველ შემთხვევაში რაც აირჩია იმ გზას ადგას და მიდის და თავარია რომ ჩვენ ახლა გავემარჯვოთ და გვინდოდეს ბრძოლა იმისთვის რომ ჩვენი შვილები ჩვენ სამშობლოში ცხოვრობდნენ. ხო და აი ბოლოს ინტერვიუს ბოლოს მინდა რომ გკითხო რას მიმართავდი იმ ახალგაზრდებს ვინც დაუღალავად უკვე მე-100 დღეა დგას რუსთაველზე და იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის. მე მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის გარდა ამისა არა მარტო ახალგაზრდები ასაკის არა გეთახმები უბრალოდ ეს რაღაცა მომავალთაობაზე მე რატომ გაუშვი ამას ხაზი იმიტომ რომ ეხლა სტიქია იყო გურიაში და როგორი მობილიზება გაუკეთეს ან როგორ რა სურთულ ადგილებში მოძრაობდნენ თავგანწირვის ფასად და რა მექანიზმებს იყენებდნენ დრონით რო აწოდნენ წამლებს ან როგორი ემოციები აქვთ, როგორი ემპათია აქვთ ადამიანების მიმართ. საერთოდ რომ ესეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ ახალგაზრდა ყოველთვის დამნაშავეა და არ შეიძლება უფროსთან მართალი იყოს. ეს სტერეოტიპები ეს ყველაფერი გამქრალია. ისეთი ხო დაიმსხრა და კიდევ რაც მთავარია იმაზე უკეთესად იციან საკუთარი თავის ქვეყნის ისტორია, ვისაც გონია რომ ვინც შემფასებლად მოევლინა ამ ჩვენ ქვეყანას, ასე რომ საოცარი ადამიანები არიან, ის ადამიანები, ვინც არამატერიალურ უმნიშვნელოვანეს გრძნობას, სამშობლოს სიყვარულს თავგანწირვით ემსახურებიან და ბრძოლობენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მიდიოდა სადღაც დრო